სიმართლე ასე შეაფასა ფაქტმეტრმა თამარ ჩერგოლეიშვილის ეს განცხადება. ზოგადი განათლების ხარისხი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება. ჩვენ განათლების ხარისხის შესაფასებლად საერთაშორისო კვლევები განვიხილეთ და მათი მიხედვით საქართველოს მოსწავლეები კითხვის და წაკითხვის გააზრების უნარებს ვერ აუმჯობესებენ. ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქართველი მოსწავლეების საშუალო მაჩვენებელი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. პირველსი აღიარებულია როგორც მოსწავლეთა წიგნიერების ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელიც 9-10 წლის მოსწავლეებში ამოწმებს კითხვის უნარებსა და წიგნიერების დონეს. მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედგენილ რეიტინგულ სიაში, რომელიც ეფუძნება 2021 წლის კვლევას, 57 ქვეყნიდან საქართველოს 51 ადგილი უჭირავს. ამ 57 ქვეყნიდან საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომელთაც კვლევის წინა ციკლთან შედარებით საკუთარი მიღწევები არ გააუარესეს. თუმცა არც სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე. პიზას 2022 წლის ანგარიშის თანახმად 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში 390 ქულა შეადგინა, კითხვაში 374, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 384 ქულა. შესაბამისად 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. სამივე დისციპლინაში საბაზისო ცოდნის მიღწევა კვლევაში მონაწილე ქართველი მოსწავლეების მხოლოდ მესამედზე ოდნავ მეტმა 33-35% შორის აჩვენეს. რაც კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს 69-76% საგრძნობლად ჩამორჩება. TIMSS-ის 2023 წლის შედეგების მიხედვით საქართველოს სკოლების მეოთხე კლასელებმა კვლევის წინა ციკლთან შედარებით 16 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში, რაც სტატისტიკურად არსებითი გაუმჯობესებაა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით 58 ქვეყანას შორის საქართველო 37 ადგილზეა. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, მეოთხე კლასელების საშუალო შედეგები წინა ციკლთან შედარებით 11 ქულით გაუმჯობესდა. 465 ქულა შეადგინა, რაც ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მერვე კლასელების შედეგები სტატისტიკურად უცვლელი დარჩა 458 ქულა. გარდა განხილულ კვლევებში ნაჩვენების შედეგებისა, ადგილობრივი შეფასების კრიტერიუმებიც ცხადყოფს, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლას მინიმალური საბაზო კომპეტენციით ასრულებს, რასაც თვითონ განათლების სამინისტროც 2022-2030 წლის სტრატეგიაში უსვამს ხაზს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და ზრდადი დაფინანსებისა, ზოგადი განათლების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და გაუმჯობესებას საჭიროებს. შესაბამისად, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება სიმართლე ამ ვერდიქტით შევაფასეთ ჩვენ, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.